სალამი ყველას. აბა სად ვართ მეგობრებო? აბა სად ვართ? იმედია შევიკრიბებით, ჩაუჯდებით ახლა და არა, კითხვის დასმა არ გვექნება დღეს. კითხვის დასმა არც დღეს გვექნება და არც ხვალ. არც ეგ. აჰა. კითხვის დასმა არა მეგობრებო. სამწუხაროდ არა. კითხვის დასმა სამწუხაროდ არ გვაქვს. აბა როგორ ხართ? საღამო მშვიდობის ყველას, მოგესალმებით, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, მოვედი მეგობრებო თქვენთან, მოვგუგუნდი, მოვგრიალდი, მოვჟრიამულდი, რა ვიცი, რაც გინდათ ის დავარქვათ. უღრმესი მადლობა ყველას, ჩემო ძვირფასებო. აი ყველაფრისთვის, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, აი იმ სიტყვისთვის, იმ სიყვარულისთვის, რასაც აქ ვაძლევთ ერთმანეთს. ყველას ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა ყველას. სოფო, ჩემო ლამაზო, გაიხარი, როგორ ხარ? სად და მე კარგი, ჰალო. გაიხარი, სოფო, არა მიშავს. ცოტა მახველებს, თორე არა მიშავს. მაპატიეთ მეგობრებო. აი იმ გაცივებამ დამიტოვა ხველა, სპაზმები, საშინელება, გრიპები. მეგობრებო, ისეთი ლამაზი ჭიქა შევიცით, ისეთი ლამაზი ჭიქა მაქვს. აი მინდა რომ გაჩვენოთ. მეგობრებო, ჩემი ჭიქა მინდა რომ გაჩვენოთ. აი მეგობრებო, ნახეთ? შიგნით არის ჭიამაია. შიგნით არის ჭიამაია. თავისივე სტეკლოსი. ძალიან საყვარლობა ვარ. ძალიან სიქანუნობა ვარ. ხო. დღეს მართალია კვირაა, მაგრამ მაინც მოვედი თქვენთან ჩემო ძვირფასებო, მეგობრებო. არ მაქვს კითხვებზე პასუხი. მეგობრებო. არავის არ პასუხობ. კითხვებზე პასუხები არ მაქვს. მოდით დასვედით, მოეწყეთ, განეწყეთ, ვიცი რომ ძალიან ბევრი კითხვები გაქვთ, ცვივა კარტები, მოკლედ რო იტყვიან. დროა უკვე მოსული, ყველაფრის დროა მოსული, აი თქვენ ამბობთ რომ რაღაც უნდა შეიცვალოს, რაღაც უნდა გამოვასწოროს, სადღაციდან უნდა წავიდე, ვიღაცა რაღაციდან წასვლას ფიქრობს, პირდაპირ დაიწყეთ უკვე საუბარი, არ მაცადეთ იმის თქმა რომ თქვენი ენერგიები წავიკითხო. აი ნახეთ, თქვენი ენერგიები, კრიზისი, ამ კრიზისიდან გამოსვლა, ამბობთ რომ უკვე ამის დროა მოსული და გარბი ხართ. ვინსად გარბი ხართ, არ ვიცი, მაგრამ ბევრი თქვენთაგანი უკვე გარბის. რაღაც სიტუაციიდან გარბი ხართ. იმედია, ჩემი ხმა კარგად ისმის. ვიღაცა რაღაციდან გარბის და ამბობს რომ აქამდე უნდა წავსულიყავი, აქამდე უნდა დამეტოვებინა, აქამდე უნდა მიმეტოვებინა, აქამდე უნდა გამომეღვიძა, აქამდე უნდა გაქცეულიყავი და მოკლედ ხო, აქამდე, რადგან აქამდე უკვე დრო დადგა ამის. აი, წმენდვის დრო, მეგობრებო, ჩაიტარეთ წმენდები აუცილებლად. ან უკვე ჩაიტარეთ წმენდები და ამის შედეგია თქვენი გამოღვიძება და რაღაციდან წასვლა, ან უნდა ჩაიტაროთ წმენდები, რომ იმ სიტუაციიდან გამოხვიდეთ, რაშიც ხართ. ესეთია თქვენი ენერგიები. რა თქმა უნდა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. რა თქმა უნდა, ნინა, რა თქმა უნდა, ჩემო ლამაზო, როგორ ხარ? გავაქცევებ თქვენი ენერგიები. როგორია თქვენი ენერგიები, როგორი ადამიანები მიყურებთ?
თქვენი ენერგიები როგორია მეგობრებო და ნახეთ გაურკვეველი ენერგიები გაქვთ ანუ უმალავთ თქვენს ძალას თქვენს ფიქრებს თქვენს აზრებს თქვენს ნამდვილ სახებს გეგმებს ამ ყველაფერს უკვე მალავთ არავის არ ეუბნებით ზოგადად არაფერს საერთოდ ყველაფერს მალავთ ბევრ თქვენთაგან შეიძლება ბეჭედიც ეკეთოს ბევრ შეიძლება ტატუც გქონდეს ბევრ შეიძლება შრამი გქონდეთ ხელზე მარჯვენა ხელზე ძირითადად გიყვარდეთ მხოლოდ თვალების ამოღება ბევრ შეღებილი თმები გქონდეს ესეთი კეპკით დადიოდეთ რომ აი ზუსტად ესეთი კეპკით ვიყავით დღეს გარეთ აი ზუსტად მეგობრებო ხო და კიდევ გიყვარდეთ ხშირად სპორტულები რადგან სპორტულებში უფრო თავისუფლად გრძნობთ თავს ხო მოკლედ გაურკვევლობაში ხართ მეგობრებო თქვენი ენერგიები შეიძლება ისიც იყოს რომ თვალებში არ უყურებთ არავის აი თვალსაც არიდებთ ადამიანებს მეგობრებო არ გინდათ რომ თქვენი გამომეტყველება ანუ თვალებში იკითხება ყველაფერი ხო და აი კი არა და თვალებსაც ხრით ქვემოთ რომ აი თქვენი სევდა თუ ხიმილი თუ ტკივილი თუ ბედნიერება არავინ წაიკითხოს ვიღართ თქვენ ხო არავის უმხელთ არანაირ პასუხისმგებლობას არავის უმხელთ არაფერს არავის უმხელთ რომ იქნებ ქორწინებაში ყოფნა გინდათ მოკლედ ხართ თქვენთვის განდეგილობაში და ამ ყველაფერზე ფიქრობთ თქვენს პასუხისმგებლობაზე ზოგადად ფიქრობთ მომავალზე ფიქრობთ პარტნიორულ ურთიერთობაზე აი გინდათ ეს ოჯახი გინდათ ეს პარტნიორობა გინდათ რომ ვიღაც იდგეს თქვენს გვერდით ვინც იქნება ერთგული თქვენი ხო ამ ყველაფერზე ფიქრობთ განდეგილი კი სულ ამაზე ფიქრობთ მეგობრებო ვაიმე კარტები ცვივა ერთი თუთით აიღო რა არის აჰა რა არის ძალიან დიდი ემოციური ფონი გაქვთ რაღაც სტრესი გადაიტანეთ რაღაც შფოთვები გადაიტანეთ ქონდათ ჩაკეტილობა და შეიძლება ბევრი თქვენთაგანი ესე იჯექით იატაკზე თუნდაც საწოლთან და ძალიან ბევრი იფიქრეთ იყავით ბნელ ოთახში გამოკეტილები რო იტყვიან და მოკლედ ამ სიბნელედან გამოდით და გარისკეთ და უკვე გამოხვედით კი არა კითხვა არ შეიძლება კითხვები არ შეიძლება ხო კიდევ თქვენი ენერგიები ნახეთ ქვემოდან რა არის კარმა ანუ ეს იყო კარმა თქვენი ვალი მოსახდელი ეს იყო თქვენი მოსახდელი ვალი რომელიც უნდა მოგეხადათ თქვენ რომელიც თქვენ უნდა გაგევლოთ მეგობრებო და გადასულიყავით მე ესეთ ქალურ ენერგიებში ეს იყო თქვენი ვალი ეს იყო სერიოზული დავალება თქვენი რომელიც ძალიან კარგად შეასრულეთ თეთრის და შავის გარჩევა ისწავლეთ მოკლედ ისწავლეთ საკუთარი თავის ფასი, აი ურთიერთობის ფასეულობა და ღირებულებები, თქვენ ეს ყველაფერი უკვე გადააფასეთ მეგობრებო, ძალიან კარგად იცით უკვე ყველაფერი და მოკლედ რო იტყვიან ესე დავმალოთ, რომ არ დაგბლოკოს. კიდევ რას ბეტყვის კიდევ თქვენზე. თქვენი ენერგიები, მეგობრებო, კარტები ამობრუნებულია. საზღვრები დაუწესეთ ადამიანებს. უარი უთხარით ადამიანებს. ბევრმა თქვენთაგანმა ისწავლა უარის თქმა. არას თქმა ისწავლა, ატკასი. ხედავთ ხო, საზღვრები? თქვენი ენერგიები არის უყურეთ როგორი საზღვრები და უარი, ატკასი. ანუ არა. ძალიან ბევრ რაღაცაში უკვე ამბობთ არას. ეს არის კიდევ ოჯახი შეიძლება ბევრმა თქვენთაგანმა უარი თქვა ოჯახზე ან აღარ გინდათ ოჯახის შექმნა შეიძლება ესეც იყოს შეიძლება ზოგს პირიქით ხო ზოგს პირიქით ოჯახი უნდა და ამ ყველაფერზე ფიქრობთ და ძალიან ბევრ რაღაცაზე უარი თქვით ან აპირებთ უარის თქმას მოდით მასთან დაკავშირებით იმასთან დაკავშირებით მეგობრებო რომ მამაკაცურ ენერგიებში ყოფნა მოგგეზრდათ დაიღალეთ ყველაფერზე და ყველაზე ფიქრმა ძალიან დაგღალათ უკვე აღიარეთ ეს თქვენი ეგრეთ წოდებული სიტუაცია მიიღეთ უკვე ეს ყველაფერი და შეგნებულად უკვე ამბობთ ესეთ რაღაცებზე უარს ამბობთ ანუ გინდათ ქალურ ენერგიებში ყოფნა გინდათ რომ ყავდეთ გვერდით ადამიანი გინდათ რომ იყვეთ აი როგორც ქალბატონი გაწონასწორებული
მოკლედ კაბიანი ქალების როლი გინდათ მეგობრებო, ძალიან ბევრ თქვენთაგანს. ხო. ძალიანაც კარგი. გინდათ რომ თქვენზე ზრუნავდეს მამაკაცი, გინდათ რომ გვერდით გყავდეთ ესეთი მზრუნველი ადამიანი და მამაკაც გქონდეს მამაკაცის რა ქვია მაგას და ღმერთო როლი და თქვენ კიდევ ქალბატონების როლი, კიდევ თქვენი ენერგიები. ხო, აი ძალიან ბევრი ეწინააღმდეგეთ საკუთარ თავს და ადამიანებს, მაგრამ უკვე დასასრულია კი, წარსულის დასასრული. და მომავლის იმედი ისეთია თქვენი და სიახლეები, კი, ახალი ცხოვრების დაწყება, ახალი დასაწყისი, ცხოვრების გაგრძელება, იმედი და იმედი იმის, რომ ერთ დღეს მართლაც თქვენი დარგული მარცვალი ამოვა და მოკლედ სულიერებასთან ძალიან ახლოს ხართ და გადართული ხართ უკვე ამ სიახლეებზე, ამ ახალ მომავალზე და წარსულს უკვე თქვენ უთხარით არა. მოკლედ ესეთია თქვენი დღევანდელი დახასიათება და ენერგიები, ჩემო ძვირფასებო. თუ კი ემთხვევა თქვენს ენერგიებს, გავაგრძელოთ ერთად ყოფნა. ხო. მოკლედ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მრავალჯერ გაიხარენათ. უღრმესი მადლობა. ყველა თითოეულს უღრმესი მადლობა, ჩემო ძვირფასებო, გაიხარეთ, სულ დალოცვილი ყოფილიყავით. მოდი, ახლა მინდა წავიკითხოთ თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანის ენერგიები. ჩაიფიქრეთ, ვის გინდათ მეგობრებო, ჩაიფიქრეთ ნებისმიერი ადამიანი და კარტები მიცვივა და ეს არის წარსულის ადამიანი, რომელიც ხშირად მოგონებებში გიხსენებთ. პირდაპირ ნახეთ მეგობრებო, აი როგორც თქვენთან ამოვარდა და პირდაპირ დაიწყეთ საუბარი, არა, კითხვებზე პასუხი არ მაქვს. როგორც თქვენთან დაიწყო პირდაპირ საუბარი, დასტება ესევე თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანთანაც. მოკლედ, ნახეთ ახლა რა ხდება აქ მეგობრებო. აქ ხდება ესეთი რაღაცა. თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი ძალიან ბევრს ფიქრობს წარსულზე და წარსულის მოგონებებშია დარჩენილი, რო იტყვიან. წარსულიდან იხსენებს ძალიან ბევრ რაღაცებს. ამ ადამიანმა სიმართლეს ჩახედა თვალებში და ამბობს, რომ სამართლიანად იმყოფება იმ სიტუაციაში, რაშიც არის ახლა. ანუ ნახეთ, რა სიტუაციაშიც აღმოჩნდა თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი, სამართლიანად და კანონიერად ეკუთვნის ეს მას. ანუ დამსახურებულად ეკუთვნის ეს მას. ხო, აი რა ხდება ახლა აქ ნახეთ მეგობრებო. თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანმა ძალიან ბევრჯერ იფიქრა იქნებ თქვენი გაშვება, ამ სიტუაციიდან წასვლა, ამ ყველაფრიდან განთავისუფლება, უნდოდა რომ აი მართლაც სულიერად განთავისუფლებულიყო ამ მოხუპული ბანკიდან, რო იტყვიან, ბანკი, აი ეს ბანკა, ჭურჭელი და არ გამოვიდა, რო იტყვიან. ხო, არ გამოვიდა მეგობრებო. ადამიანი იწვის, საცოდავი მისი დღე. იწვის თქვენზე ფიქრით, იწვის თქვენთან ყოფნისთვის. ცეცხლი უკიდია მეგობრებო ამ ადამიანს. ეს ადამიანი ამბობს, რომ ძალიან გაფასებთ, მოკლედ კუდის ქიცინით, რო იტყვიან, უნდა თქვენთან მოსვლა, იმიტომ რომ თქვენ ხართ მისთვის ძალიან ისეთი მგრძნობიარე, მოულოდნელი, მოდი ასე ვიტყვი, საჩუქარი ხართ მისი წარსული ცხოვრებიდან. ნახეთ როგორი კარტებია, სადაც აი როგორი სექსუალურები ხართ მისთვის. როგორ თქვა, მაგრამ ესეც თქვენი კარმა იყო. ერთი წუთით მეგობრებო. ხო. აუცილებლად ელოდეთ მისგან ზარს. ეს არ იყო შემთხვევითი. აუცილებლად ელოდეთ მოულოდნელ ზარს მისგან მეგობრებო. და ნახეთ, თქვენ ხართ მისთვის ძალიან სასურველი და აი თქვენით შეპყრობილია ეს ადამიანი,
თქვენ ხართ ერთმანეთისთვის ის ნაპერწკალი, თქვენ ხართ მისი სიცოცხლის ნაპერწკალი, აი თქვენ ხართ მისი სიყვარულის ნაპერწკალი, თქვენ ხართ ის ნაპერწკალი, მეგობრობა რო ქვია, რომელიც წარსული ცხოვრებიდან მოდის და რომელზეც ძალიან დიდი სიყვარული გააჩნია. არ ვიცი რა გაკავშირებთ ამ ადამიანთან, მაგრამ აი თქვენთან ერთად ამ ადამიანის გულს მოდი ასე ვიტყვი, ემღერება. ეხლა არ გამინაწყენდეთ და ეხლა მე არ მითხრათ, რომ ეს ყველაფერი მართალი არ არის. შეიძლება ამ ყველაფერს თქვენ არ გეუბნებათ ის მეგობრებო, მაგრამ მისი შინაგანი ენერგია საუბრობს ამას. უყურეთ, თქვენთან ამ ადამიანს კიდევ უნდა მეორე შანსი. ეს არის გეუბნებით, თქვენ ხართ ერთმანეთის კარმა. ამ ადამიანსაც უნდა გაევლო თქვენთან ეს გზა. ან ის გზა უნდა გაევლო, რაშიც ახლა იმყოფება. ეს სირთულეები მას აუცილებლად უნდა გაევლო. თუმცა ძალიან დიდი ტკივილი აქვს. ამ ადამიანს თუ აქამდე ძალიან ადვილად ეძლეოდა თქვენი თუ ამ ადამიანმა ადვილად მოგიპოვათ აქამდე თავიდან პირველად როგორც დაიწყო თქვენი ურთიერთობა, მაშინ უფრო ადვილი იყო მისთვის ვიდრე ახლა. ახლა ძალიან მტკივნეულია მისთვის ეს მეორე შანსი იცოდეთ. ძალიან დიდი ტკივილია მისთვის უთქვენობა, ნახეთ და როგორი დეპრესიონერაა გამხდარი, ზურგში ჩაცემულია, ხმლები ჩაცემულია, რო იტყვიან, ძალიან შეპყრობილია თქვენით, ძალიან გაავებულია თქვენით, თქვენით რა იყო მეთქი, ხო, თუნდაც თქვენით ალბათ ასე იყო საჭირო. გაავებულია იქნებ სიბრაზე რომ მოუვარს, ესე საკუთარ თავთან ჩხუბობდეს, ან იქნებ თქვენზე გაავებული შორი გზიდან აი გიყვიროდეთ, ან ყვიროდეს ხმამაღლა, აი ზუსტად ეს სიტუაცია აქვს, მეგობრებო. შეიძლება ცუდ სიტყვებსაც ამბობდეს, კი, ისროდეს, საკუთარ თავზე გაბრაზებული. ხო, ეს ადამიანის გაურკვევლობაშია მინდათ და მინდა გითხრათ, ეს ადამიანის განდეგილია და ეს ადამიანის ძალიან შეიძლება რისკის ქვეშაც იმყოფებოდეს ჯანმრთელობის მხრივ. მე არ ვიცი ახლა მეგობრებო, ვინ ჩაიფიქრეთ ესეთი, თუმცა თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, რადგან რისკია გაურკვევლობა, რისკი და ოიეძინიენიე, აქ შეიძლება რისკის ქვეშაც შეიძლება იმყოფებოდეს ადამიანი. ძალიან გთხოვთ თქვენ სიტუაციას მოერგეთ, რადგან ყოველთვის სხვადასხვა ინფორმაციას იძლევა დასტები. მე მინდა ეხლა გადაურიო. ჯერჯერობით არ ვიცით რაზე გვაქვს გაშლა. თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ენერგიები. ეს ადამიანი მინდა გითხრათ, რომ შორიდან გეტრფით კი, ძალიან ლამაზი ხართ, ძალიან მიმზიდველი ხართ, ძალიან თბილი ხართ. აი სად ის და სად თქვენ, მოდი ასე ვიტყოდი. ძალიან აი კეთილი გამომეტყველება გაქვთ. თვითონ ასე ამბობს. აი არაჩვეულებრივ აჩერავაწელნი, თვალის მომჭრელი, სილამაზე და ეშხი გაქვთ. ყველა ადამიანს აქვს თავისებური ეშხი, მეგობრებო. ქერასაც, შავგრემასაც, წითურსაც, ყვითურსაც და ყველა ადამიანს აქვს თავისებური ეშხი. ის რაც გაქვთ თქვენ, მისთვის არის შეუდარებელი. ხო. აღიარებს ეს ადამიანი, რომ თქვენ ხართ მისთვის შეუდარებელი. იცით რას ამბობს, რომ თქვენნაირი პარტნიორი თუ ადამიანი მას არასდროს არ შეხვედრია, არ ყოლია, არ გონია შეხება, ძალიან შეიძლება სხვაობაც იყოს, რაღაც სხვაობაც იყოს შეიძლება მეგობრებო. თქვენ აი აღიარებს ეს ადამიანი თქვენს ამ მომხიბვლელობას. ხო. შეიძლება ეს ადამიანი იმყოფებოდეს ახლა ძალიან დიდ დაბრკოლებებში და აი რაღაც ისეთ სიტუაციაში, მაგრამ ძალიან ცდილობს, რომ რაღაც ამ ადამიანმაც შეიძლება არა, ეს ადამიანი ფიქრობს, რომ რაღაც თავისი შეცდომები გამოასწოროს, გამოისყიდოს თავისი დანაშაული. ამ ადამიანს უნდა რომ განთავისუფლდეს ამ ყველაფრიდან, შეიძლებაც და მართლაც იკეთებდეს წმენდებს, არ არის გამორიცხული. ხო, შეიძლება წმენდებს იკეთებდეს და აი ნახეთ, ეს ამბობს, ეს
ადამიანი ამბობს, რომ აი ნახეთ მეგობრებო, თქვენ ხართ მისი აი მე არ ვიცი, თქვენს აი ამ ადამიანს მეგობრებო, მოდი ესე პირდაპირ ვიტყვი. ახეთ ეხლა სასწაულს ვიტყვი. თქვენს იქეთ ურთიერთობა არავისთან არ უნდა, თუნდაც სექსუალური ურთიერთობა ამ ადამიანს არავისთან არ უნდა, სურვილიც არ აქვს. შეიძლება ბევრი შემოთავაზებებიც გქონდეს ამ ადამიანს და გარს შეიძლება ბევრი კაბიანი ეხვეოდეს, მაგრამ აი მამაკაცური ღირსებები არავისთან არ აქვს. სურვილი არ აქვს. ესე პირდაპირ ვიტყვი. კი, ასე რომ ეს ნამდვილად თქვენთვის თუ კი ერთ-ერთი მე ვფიქრობ ეს არავისთვის არ იქნება ისეთი სასიამოვნოა, იმიტომ რომ შეიძლება ხა ბევრმა იფიქროს რომ ეკუთვნის, რა მაგარია, რა კაია, ასე იტყვის ხა ბევრი. აი ზუსტადაც მეგობრებო, ხა, მხოლოდ თქვენთან აქვს მამაკაცური ღირსების სურვილი და არავისთან სხვა. აი ნახეთ უბრალოდ, აი ნახეთ მეგობრებო. ხედავთ ხო? ამ კარტს სულმეითი. აი ეს არის ძალიან ისეთი გამოღვიძება, თქვენთან იღვიძებს აი ის მოთხოვნილებები, ნუ რა ვქნა, რასაც საუბრობს კარტი. მამაკაცური მოთხოვნილებები მხოლოდ თქვენთან აქვს. აი ასე, პირდაპირ ესე გაჭრილად ვიტყვი. ხა. აი სხვა დანარჩენთან საზღვრები აქვს. აი რაც ვთქვი წეგან. სხვა დანარჩენებთან საზღვრები აქვს. აქამდე არ ვიცი რა იყო, მაგრამ ეხლა ამ ადამიანს თქვენს მეტი არავინ არ უჩანს. თქვენს მეტს ვერავის ვერ ხედავს და არც არავინ უნდა და არც არავინ მჭირდებაო, ამბობს, შენ ხარ ჩემი ფანტაზია, შენ ხარ ჩემი ილუზია, რაშიც ვიმყოფები ყოველთვის, შენ ხარ ჩემი ის დაუსრულებელი ფიქრი და გზა, რაც შორსაა. თქვენ შორის დიდი მანძილია. შეიძლება დიდი მანძილი იყოს და ზოგიერთებთან შეიძლება იყოს დიდი დრო გასული, თვეები ან წლებიც გასული, რომ არ გინახიათ ერთმანეთი. მოდი ასე ვიტყვი. წლები იყოს გასული, ერთმანეთი არ გინახიათ, გზა იყოს და დიდი მანძილი იყოს, შეიძლება ესეც იყოს, ეს დაუსრულებელი შორი გზა, აი ერთმანეთთან ყოფნის შესაძლებლობა არ გაქვთ, იმიტომ რომ აი არ ვიცი რა გაქვთ ასეთი, რომ ძალა გამოცდილები ხართ, თქვენთან მოსასვლელი გზა მისთვის ძალიან რთულია, თუმცა ამაზე ძალიან ბევრს ფიქრობს და ამბობს იმას, რომ იმდენად გავეხვიე შენს ლაბირინთში, რომ მეგობრებო, მე არ ვიცი რას საუბრობს კარტები დღეს. ესე იგი მე რაც ყოველ დღე თუ კი არ გავაკეთებ ლაივს, მეგობრებო, თუ დააკვირდებით, სასწაული საუბარი აქვს თქვენთვის ჩაფიქრებულ ადამიანს. ყოველ დღე რო ვაწუხებთ, მაშინ იღლება და ლაპარაკი არ უნდა, მაგრამ ხო საუბარი არ უნდა, ნუ მომიტევეთ ახლა ჩემი გრამატიკისთვის. ხო და რაც უფრო ნაკლებად ვაწუხებთ ამ ადამიანს, უფრო სიღრმისეულად საუბრობს. თქვენ სიყვარულის ლაბირინთშია გახვეული ეს ადამიანი, მინდა გითხრათ. ხო, ნახეთ? ახეთ მეგობრებო. ძალიან ბევრს ფიქრობს ამაზე. ეს იყო მოულოდნელი მისთვის, ნახე? ნიაჟიდანაც. ეს იყო სრულიად მოულოდნელი მისთვის. მე არ ვიცი რა გააკეთეთ ასეთი, რა გაუკეთეთ ასეთი, რა მოხდა ასეთი თქვენ შორის, მაგრამ კარგად მოხდა. თუ კი რამე გაუკეთეთ, კარგად იმოქმედა. მოდი ასე ვიტყვი. თუმცა მე ნაკლებად ვფიქრობ, რომ რამე გაუკეთეთ. არა, აქ მაგია სპეციალურად არ არის. აქ ბუნებრივი მაგია მოხდა. ეს მოხდა ზემოდან, იქედან, ჩვენ რა ვიცით. ხო. ზემოდან, უფლიდან და სამყაროდან. ხო. და ეს იყო მოულოდნელი მისთვის, თუმცა ნახეთ, ამ ადამიანს თქვენთან ოჯახი უნდა. ძალიან ემოციური ფონი აქვს, ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ თქვენზე პასუხი სგებლობა აიღოს. თუმცა სერიოზულად ფიქრობს, უარი მიუღებელია მისთვის.
ხო, შეიძლება ბევრთან მაგიაც. აი ხო გეუბნებით, ნახეთ ეხლა რაც თქვი. შეიძლება თუ კი მართლა რაიმე გაუკეთეთ, ამანაც იმოქმედა. შეიძლება თვითონ ფიქრობს, რაიმე ხო არ გაუკეთეთ. მაგრამ ეს არის აი 1-2%. შეიძლებაც და ვინმე უბრალოდ სპეციალურად გაუკეთა არა იმისთვის, რომ დაიბრუნოს, არამედ მხოლოდ იმისთვის, რომ უბრალოდ გამოაცდევინოს ის განცდა, რაც თქვენ გაგიკეთათ, სამაგიერო რო გადავუხადოთ. როგორია დევნა? აბა ეხა მდიეო ეუბნებით. ხო, შეიძლება ამის გამო გაუკეთეთ, მაგრამ როგორც ასეთი ის რომ დაგიბრუნდეთ, ძალით დაბრუნებისთვის არა. არა, ამას არ გააკეთებდით თქვენ. უბრალოდ სამაგიეროს გადახდის მიზნით. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ არც ეს არ გაგიკეთებიათ და შეიძლება ეს მისი კიდევ იგივეს გავიმეორებ, ფანტაზიის ნაყოფი იყოს, რომ რადგან ასე მჭირს მე და რადგან შენსკენ ვიწევი, შენ რაიმე ხო არ გამიკეთეო, ამას ფიქრობდეს მეგობრებო. ძალიან ეგოისტია. ძალიან ეგოისტია და ეხლა გრძნობს თვითონ მიტოვებულად თავს. შეიძლება ამ ადამიანმა მიგატოვათ, მაგრამ თვითონ გრძნობდეს ეხლა მიტოვებულად თავს, მაგრამ იმდენად ამაყია, მას არ აღიარებს. იმდენად ამაყია, მას არ გეტყვით, რომ გული დამძიმებული აქვს, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხართ, ძალიან ხირებული ხართ, ფასეული ხართ. შეიძლებაც და იჯდეს მეგობრებო და უფალს ეუბნებოდეს, რომ რა ბედნიერება ხვდა წილად თქვენი სახით. აი, რა დაიმსახურა სამყაროდან ესეთი, რომ ამ ადამიანს თქვენი, ანუ ამ ადამიანის გზები თქვენთან, ანუ აი მე ღმერთო რამდენს ლაპარაკობს, თავბრუდ ამეხვა მეგობრებო. აი რაც დავიწყე საუბარი, აი ვერ გავჩერდი ხო ხედავთ. გადამბული საუბრობს, იმდენი რაღაცის თქმა უნდა. ამ ადამიანმა აღიარა შეიძლება საკუთარ თავთან ის რომ რაღაც რასიკეთე მაგ ისეთი გაკეთებული რომ უფალმა შენი თავი მაჩუქაო, შენი თავი გამაცნო, შენი თავი მომიძღვნა ან შემახვედრა, აი რაღაც ესეთი. აი გეფიცებით ამას შეიძლება თავისთვის ფიქრობდეს, შეიძლება უფალსაც ეუბნებოდეს მადლობას კი. ხო. უნდა მეორე შანსი უნდა ამ ადამიანს თქვენთან. ამ ადამიანს უნდა თქვენთან მეორე შანსი, იმიტომ რომ უთქვენოთ ძალიან ცუდათაა. ხო. ასე რომ ელოდეთ მისგან ზარს, ელოდეთ მისგან გამოჩენას, ელოდეთ დაბრუნებას, ელოდეთ კიდევ მეორე შანსის თხოვნას. ეხლა დაიბრუნებთ თუ არა, ეს თქვენი გადასაწყვეტია მეგობრებო. გინდ დაიბრუნეთ, გინდ არა. ეს თქვენი გადასაწყვეტია. როგორ მოიქცევით. ხო. უბრალოდ ეს იყო მისი ენერგია. მოდი მე მინდა ეხლა ამ პასტაზე აი ამ ყველაფერზე გავაკეთვა ესეთი დღევანდელი ჩვენი ლაივის თემა იყოს. რა პასუხისმგებლობაზე საუბრობს თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი? აი ხო ამბობს რომ დაბრუნება მინდა. ისევ დაბრუნება მინდა, ისევ გაერთიანება მინდა, ან ოჯახი შექმნა მინდა, ერთგულება, ამას გპირდებათ, აბეშანი, პირობას იძლევა ადამიანი. ახლა გავიმეორებ ისევ, რა პასუხისმგებლობაზე საუბრობს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. ხო, ესეთი იქნება ჩვენი დღევანდელი სათაური. ეხლა უნდა დავიწეროთ, თორე დამავიწყდება. ერთი წუთით მეგობრებო. რა პასუხისმგებლობაზე საუბრობს თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი? მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, იმედია საინტერესო იქნება ტაროს
დასტითაც თავისი ჭიკჭიკი. რა პასუხისმგებლობაზე საუბრობს ადამიანი? რომელ პასუხისმგებლობაზე, რა ერთგულებაზე, რომ უნდა დაბრუნდეს, ხო? და დაბრუნება უნდა და მეორე შანსი უნდა თქვენს პარტნიორს. ხო. ეხლა გავარკვევთ მეგობრებო. მოკლედ, სანამ კარტებს გადავურევ, მინდა ყველას ახალ შემოსულებს მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, მოვედი დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოვედი. ასე რომ მომიტევეთ თითეული ესეთი ჩავარდნები. და ვიწყოთ. ჩაიფიქრეთ იმედია პარტნიორი და გავარკვიოთ ახლა. რა პასუხისმგებლობაზე საუბრობს თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი, როდესაც დაბრუნებაზე საუბრობს, ხო? ხო. ახოთ აბა რა სიტყვის. დავიწყოთ. პაუზა. თქვენი ურთიერთობა არის პაუზა, მინდა გითხრათ. რაღაცნაირად. მოდი აქ დავდებ. აი ნახეთ ახლა, თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი, მეგობრებო, ნახეთ რა ხდება ახლა აქ. მოდი ამასაც ესე დავდებ და ესე ამოვიკითხოთ მეგობრებო. ნახეთ ახლა რა ხდება აქ. თქვენი ურთიერთობა, მინდა გითხრათ, არის პაუზა. ხართ პაუზაზე, ეს დასრულებული ურთიერთობა არ არის. ხო, ახლა ვისაც გაინტერესებთ, იმათზე ვამბობ. ეს არის ურთიერთობა, სადაც არის პაუზა. თქვენი პარტნიორი ძალიან ევედრება უფალს, აგენახეთ, არც ეს შემთხვევით არ არის და არც ეს არ არის შემთხვევით, რომ საუბრობს უფალთან, აი ხო გეუბნებით, უფალს ევედრება თქვენთან დაბრუნებას. ეს ადამიანი უფალს ევედრება კიდევ ერთ შანსს. ეს ადამიანი უფალს ევედრება კიდევ ახალ შესაძლებლობებს, ნახეთ? ახალ შესაძლებლობებს იმ ადამიანთან, იმ იმპერატრიცა, იმ იმპერატორ ქალთან, რომელიც ამოაბრუნა. ეს ხართ თქვენ. თქვენ მისმა დაპირებებმა, მისმა წასულ-მოსულმა ხასიათმა, მისმა ეგოისტობამ, მისმა საქციელმა ამოგაყირავათ. გული გაგიტეხათ, ძალიან დაგაზარალათ, ძალიან გაგანადგურათ, მოგსპოთ რო იტყვიან. ხო, თქვენ იმდენად ენერგია დაკარგეთ, მეგობრებო, რომ პატივმოყვარეობაც შეიძლება შეგილახათ. ნუ ვისთან რა იყო ახლა თქვენი სიტუაციიდან გამომდინარე, ზოგისთვის პატივმოყვარეობის შელახვა რა არის და ზოგისთვის რა არის. არ დავკონკრეტდები ახლა. მე მგონი გასაგებად ვსაუბრობ, ხო? ვისთვის რა და ვისთვის რა. კიდევ გავაგრძელებ. ამ ადამიანმა თავის დროზე შანსი ვერ გამოიყენა, ამ ადამიანმა თქვენთან დაკავშირებით ძალიან გაიფუჭა სიტუაცია, გადაწყვეტილება მიიღო არასწორი, ამის გამო აღმოჩნდა ძალიან დიდ სირთულეებში, პრობლემებში, კატასტროფებში. შეიძლება თქვენი ცოდვით ამ ადამიანს ბუმერანგით დაუბრუნდა, რაღაც შეფერხებებზე საუბრობს, შეიძლება რაიმე დაემართა, აი ხო იცით როგორც ხდება, ან მანქანის ავარია, ან რაღაც დანაკარგი, ან გაუმართლებელი რისკი, შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემა, საფრთხეში აქვს, შეიძლება რაღაც საბუთების პრობლემა, დაბრკოლებები, დაგვიანებები, კატასტროფები, სიძნელეები, სირთულეები, მოკლედ დავიღალე ამ ადამიანიდან უკვე 1-20 წუთია. მე პირადად. ხო. აი ისეთი ენერგიები მოდის მისგან. მოკლედ ამ ადამიანმა რო იტყვიან ძალიან მიქარა, ერთი სიტყვით და ორი გაგებით თქვენთან. ხო, ამ ადამიანმა უარი თქვა თქვენთან რაღაცის გამო. აი, ბუმერანგი, ნახეთ, რა ვთქვი წეღან. აი, ბუმერანგი. აი, მეგობრებო, მყარზე ვენოკი, ცოცხალიათ, ვიცით? იქნება მოგეკითხათ, არის თუ არა ცოცხალი, მაგრამ გავარკვევთ მაგის მიზეზსაც. ხო, ამ ადამიანმა რაღაცაზე უარი თქვა, თქვენზე უარი თქვა რაღაცის გამო. აქ რაღაც მოხდა ის, რაც თქვენ არ იცით. თუმცა ეხლა რაც ჭირს მას, მეგობრებო, ეს არის ბუმერანგის სახით დაბრუნებული მასთან. ამ ადამიანმა ჯოჯოხეთი გაიარა, ან ეხლა გადის ჯოჯოხეთს. კარგად დაუკვირდით, რას ვამბობ, მეგობრებო.
ან გაიარა, ან ეხლა გადის ჯოჯოხეთს. იმიტომ რომ აი ეს ჩემთვის ბუმერანგის კარტია. ეს თუ დასაწყისის კარტია, ეს უკან დაბრუნების კარტია. რაც გაიქნია, ის დაუბრუნდა და დაუბრუნდა ცუდი. ესე იგი, ცუდი გაიქნია და დაუბრუნდა ცუდი. ძალიან ბევრს წარმოგიდგენთ ფანტაზიებში, ავადმყოფურათა, სასწაულათა, არ ელოდა ამ სიტუაციას. არ ელოდა თუ ეს ყველაფერი მას ძალიან ცუდად შეუბრუნდებოდა და აი ეხლა აქვს, იცით როგორი მომენტი, ეს ადამიანი ძალიან ჩაკეტილია ეხლა, საკუთარ თავთან შეიძლება იყოს ჩაკეტილი, ვერ ხვდება რა გააკეთოს, ანუ თვითონ იმდენად უკვე დაბინდული აქვს გონება, მეგობრებო. ნახეთ, მოსვლა უნდა, მაგრამ როგორ მოვიდეს არ იცის. ძალიან დიდი სიყვარული აქვს თქვენი. ძალიან დიდი სიყვარული აქვს თქვენი, მინდა გითხრათ. ამ ადამიანს თქვენთან გაახლება უნდა ურთიერთობის, ამ ადამიანს თავიდან უნდა დაწყება ურთიერთობის. მე არ ვიცი რა გქონდათ, თუ დაგპირდათ, ასრულება უნდა, თუ გქონდათ და დაინგრა, აშენება უნდა, ისე დაწყება უნდა, მაგრამ ამ ეტაპზე რაც არის მისი ხელი შემშლელი ფაქტორი, არის ფინანსური პრობლემები, კი. ამ ადამიანს ეხლა ფინანსური სახსრების ნაკლებობა აქვს თან მაგრად ბოლო დონეზე რო იტყვიან, საერთოდ ფინანსური არხი ჩაკეტილი აქვს, ეს თქვენ გამოაიცოდეთ. ხო. ამ ადამიანს ფინანსური წყარო დაიკეტა თქვენ გამო, რადგან თქვენ ბუმერანგი, ეს ყველაფერი არის ბუმერანგი, რაც მას არ აქვს, ეს ყველაფერი არის ბუმერანგი, იმიტომ რომ ესე დაიმსახურა, ხო. თქვენ ხართ მისი სტაბილურობა, თქვენ ხართ, მეგობრებო, რა ვქნა? ძალიან უნდა ამ ადამიანს თქვენთან დაბრუნება, თითქოს რაღაცას ელოდება, შეიძლება ფინანსებსაც ელოდებოდეს რაღაციდან, შეიძლება ხო ორგანიზაცია უნდა გაუკეთოს თავის შემოსავალს, იმიტომ რომ ამ ადამიანს ახლა შეიძლება მუშაობის შესაძლებლობაც არ ქონდეს, ანუ ფიზიკურად მუშაობა არ შეეძლოს. ესეც ერთ-ერთი დაბრკოლებაა, რა თქმა უნდა, მისთვის. ამ ყველაფერზე ძალიან ხელას, ამ ყველაფერს ძალიან განიცდის და წუხს თქვენს არ ყოფნას მცხოვრებაში. ძალიან კრიზისული სიტუაცია აქვს, მოკლედ რო იტყვიან, ეს ცვალობადობა, ძველ პრობლემებზე აქვს ახალი პრობლემები დამატებული და ნუ რა გააკეთოს არ იცის. ერთადერთი ის იცის, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვიდეს თქვენამდე და ეს ყველაფერი სიტუაცია უნდა გამოასწოროს. ხო, რაღაცას უნდა დაუსვას წერტილი. წერტილი უნდა დაუსვას ტყუილებს. ამ ყველაფრისთვის ძალიან უნდა იბრძოლოს ამ ადამიანმა. აი ნახეთ უბრალოდ როგორ საუბრობს. ეს ადამიანი პირდაპირ საუბრობს თავის პასუხისმგებლობაზე, იმ პასუხისმგებლობას, რაზეც გაიქცა და უკვე რასაც ვეღარ გაიქცევა. აქამდე თუ მისთვის ადვილად მოსაპოვებელი იყავით, ეხლა მისთვის ეს გზა ძალიან რთულია. თქვენ უკვე ვეღარ მოვატყუებთ. გამორიცხულია ტყუილი, აქ გამორიცხულია ნეგატიური აზრები და საქციელები, ეს არის დასასრული რა მხრივ. თქვენთან უკვე ისე ვეღარ იქნება, როგორც აქამდე იყო. ხო, ნახეთ, აქ არის ხმალით დაჭერილი ობობა, ანუ ეს ობობა არის თვითონ ეს პრინციპში ახლა ხართ თქვენ, ანუ ესე ყავთ ეს ადამიანი თქვენ დაჭერილი. ხო. ზედმეტს უკვე ვეღარაფერს ვეღარ გაგიბედავთ. ეს მან ძალიან კარგად იცის. всё. ხო. აი ესეა საქმე. რა პასუხისმგებლობაზე საუბრობს? მოსვლა უნდა ადამიანს, მაგრამ მოდი ახლა ვკითხოთ. წეგან რა ვთქვი, რა უნდა მეკითხა. მე რთო როგორ მავიწყდება, მეგობრებო. მოკლედ. თუ არის ეხლა მის ცხოვრებაში ხელი შემშლელი ფაქტორები, მეგობრებო. აი თქვენთან მოსასვლელ გზაზე, თუ არის ხელი შემშლელი ფაქტორები.
უყურეთ რას ამბობს თქვენთან მოსასვლელად ტრანსფორმაცია ეს ურთიერთობა შეიძლება იყოს ტრანსფორმაციაში და თვითონაც შეიძლება იყოს ტრანსფორმაციაში. ხელი შემშლელი ფაქტორი არის ახლა მისი ტრანსფორმაცია. ეს ადამიანი ახლა ჯოჯოხეთს გადის. შეშინებული გიყურებთ, ასე ნახე? ნახეთ მეგობრებო. ნახეთ ახლა თქვენ ეუბნებით. თქვენ რაღაცას უეჭველი ამ ადამიანს აჩვენებთ რომ. ნახეთ ახლა მე გეტყვით რას აჩვენებთ თქვენ ამ ადამიანს. ამ ადამიანის ხელი შემშლელი ფაქტორი არის ის რომ ჯერ ეს ერთი დავიწყებ აქედან. ტრანსფორმაცია რამდენხანს გაუგრძელდება ეს არავინ არ იცის. როდემდე იქნება ამ ტრანსფორმაციაში, რამდენად ადრე გაიაზრებს ამ ყველაფერს ეს ადამიანი, იმის და მიხედვით მოხდება თავისი ამ სიტუაციიდან და ამ პაუზებიდან გამოსვლა. მოდი ასე ვიტყვი. თუმცა ხელი შემშლელი ფაქტორები შეიძლება იყოს კიდევ ის, რომ ამ ადამიანს შეიძლება ქონდეს ჯანმრთელობის პრობლემა, სამართალთან პრობლემები, საბუთების პრობლემები, აქ შეიძლება განქორწინების პრობლემაც იყოს, აქ შეიძლება მემკვიდრეობის პრობლემაც იყოს, პასუხისმგებლობა ქონდეს იქ სადაც არის, შეიძლება ბიზნესი ქონდეს და ბიზნეს პარტნიორები ყავდეს. ძალიან ბევრი ვართ, მეგობრებო. ამიტომ თქვენი სიტუაცია აიღეთ. თუმცა ბალანსის შესანარჩუნებლად ეს ადამიანი აუცილებლად რაღაცას მოიფიქრებს. ეს რაღაცა ყველასთან სხვადასხვანაირი იქნება. ხო. ყველა თითოეულ თქვენთაგანთან ეს რაღაცა იქნება სხვადასხვანაირი. თუმცა ამ სიტუაციიდან გამოსვლას ეცდება, რაღაც მდგომარეობის დაბალანსებას, რაღაც სიტუაციის მიწყნარებას აუცილებლად ეცდება. თუმცა ნახეთ ახლა ამ კარტებს აღწერ ახლა. აქ შეშინებული გიყურებთ ჯერ ეს ერთი. თქვენ დღესაც შეიძლება ხმლების პოზიციაში იყოთ მის მიმართ განკუთვნილი, არ იკარებდეთ. ხო, აი არანაირად არ იკარებდეთ, მეგობრებო. აი უბრალოდ თუ მართლაც ესეა, უბრალოდ ერთი სიტყვით მაინც დაწერეთ. ხო, იმიტომ რომ აქ ისეთი ენერგიები მოდის თქვენგანაც და მისგანაც, რომ აი სასწაული თქვენ უბრალოდ უკვე აღარ იკარებთ. ეუბნებით რომ დავაი აქედან დაახვიო, ასე ეუბნებით. თუმცა თვითონ შეშინებული მაინც გიყურებთ. ხელი შემშლელი ფაქტორი შეიძლება თქვენც იყოთ, იმიტომ რომ თქვენ აღარ გინდათ, არ იკარებთ. სიცივეს აჩვენებთ, ყინულის დედოფლად იქეცით. მოდი ასე ვიტყვი. თქვენ ხართ უკვე მზად ყოფნაში მისი თითოეული ნაბიჯისთვის. თუმცა ამ ადამიანს თქვენთან ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს უკვე. აი ხო გეუბნებით ის რაც იყო, ისეთი აღარ იქნება ეს ადამიანი თქვენთან რომ დაბრუნდება. თქვენი გადასაწყვეტი იქნება, რას გადაწყვეტავთ, მაგრამ თქვენ აჩვენებთ მას იმას, რომ მე საერთოდ აღარ მინდებ ხარ. რაღაც ესეთი ინფორმაცია მოდის, რომ ძალიან ხმლების პოზიციაში ხედავთ ეს ადამიანი და შეშინებული გიყურებს და ეშინა რომ კიდევ ხმლები არ გაუქნიოთ. აი ესე სარჭობელები როა, ხო იცით? ხა ესეთი რაღაცები არ გაუქნიოთ, მეგობრებო, ამას ფიქრობს. ხა ძალიანაც კარგი. მოკლედ, მეორე შანსი უნდა თქვენს პარტნიორს. თქვენს პარტნიორს ეშინია დაგვიანების. მეორე შანსი უნდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეშინია დაგვიანების. ნეტა ხო არ ყავთ ვინმე, ან ნეტა ხო არ წერთ ვინმეს, ან ზედაპირულად ხო არ აი ხო არ ატყუებთ. შეიძლება ამასაც ფიქრობდეს, რომ ამ ყველაფერს ხო არ იგონებთ, ხო არ ატყუებთ, ანუ ზედაპირულად ხო არ აკეთებთ. გიყვართ თუ არ გიყვართ? თუ გიყვართ ზედაპირული ხო არა ეს სიყვარული? თუ ხმლებში ხართ, ხმლების პოზიციაში თუ ხართ, არა ხართ ნამდვილად, ესეც ხო ხუმრობით არ არის, ესეც ხო ზედაპირული არა თითქოს მის შესაშინებლად ხო არ აკეთებთ ამ ყველაფერს. აი ყველაფერზე ფიქრობს, ორივე მხრიდან ფიქრობს. მედალს ხო ორივე მხარე აქვს და ორივე მხრიდან ფიქრობს, მეგობრებო. ეხლა თქვენი რომელია, თქვენ უფრო მიხვდებით. გააგრძელებ. მეორე შანსი, რა მეორე შანსი უნდა, მეგობრებო? სიყვარული უნდა. რა მეორე შანსი? სტაბილურობა უნდა თქვენთან. ამ ადამიანმა, ხო, აი ნახეთ კიდე, გადავჭეხენ და კიდე ქვემოდანაც ეს ოჯახი უნდა თქვენთან. მეორე შანსის დასაბრუნებლად ნახეთ როგორ ჭიკჭიკებს. ხა
ხა ეს ადამიანი ამ ადამიანისთვის იმდენად მნიშვნელოვანი და ძვირფასი ხართ რომ თქვენთან დასაბრუნებლად თქვენ აი ნახეთ მეგობრებო თქვენ მას ელოდებით ხა თქვენ ხართ მისი პრესტიჟი რომელიც დაკარგა და არა აქვს ეხა პრესტიჟის დაკარგვა ვიცით ხო რასაც ნიშნავს კი ხა ეს მისი უპასუხისმგებლობით კარგით მოდი ამ კარტებს მე წავიკითხავ მეორე შანსზე საუბრობს და აქ რა ხდება ამ ადამიანს თქვენთან მეორე შანსი ნამდვილად უნდა ეს ადამიანი ახალ გზებს და ახალ სიტუაციებს შესაძლებლობებს ეძებს თქვენთან დასაბრუნებლად მოულოდნელი საჩუქარი უნდა რომ გაგიკეთოთ შეიძლება მისი გამოჩენაც მოულოდნელი საჩუქარი იყოს შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობით საჩუქარი გაგიკეთოთ ვიღაცა შეიძლება რაღაც ძვირფასი საჩუქარი გაგიკეთოთ არ ვიცი რატომ მომივიდა შეიძლება არ ვიცი მისი შესაძლებლობები მაგრამ შეიძლება მანქანაც გაჩუქოთ, რაღაც მემკვიდრეობა გაჩუქოთ, რაღაცა ისეთი ფასეული გაჩუქოთ. ხო. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი პრესტიჟი, აი თქვენი დაკარგვით ეს ადამიანი ყველაფერს კარგავს, ცხოვრებას კარგავს, სტიმულს კარგავს, ოქროს თევზი ხართ მისთვის მეგობრებო. თქვენ მას ელოდებით, მან იცის რომ თქვენ მას ელოდებით. თვითონ ასე ფიქრობს. ხო. პრესტიჟის დაკარგვა, აი ნახეთ, თქვენ მისი ძალიან დიდი დანაკარგი ხართ. თუმცა ამ ადამიანს ეხლა ძალა აქვს გამოლეული, ძალიან დასუსტებულია, შეიძლება პრობლემები გქონდეს ჯანმრთელობისაც და გადაწყვეტილების წინ იდგეს ეს ადამიანი. კი, ეს ადამიანი გადაწყვეტილების წინაშე დგას. შეცდომები, დაცილება, მარტოობა, არეულობა, შეიძლება რაღაც ჭორებს გებულობდეს, არ ვიცი ვის რაინები მიაქვს და მოაქვს მეგობრებო, მაგრამ ხო, ის სიყვარული რაც თქვენთან ქონდა, ეხლა არ აქვს და ეს ძალიან მას დიდ ტკივილს ანიჭებს. მოკლედ, რამდენად სანდოა ეს ადამიანი თქვენი მომავალი ცხოვრებისთვის? თუ უნდა ენდოთ, რამდენად სანდოა ეს ადამიანი თქვენი მომავალი ცხოვრებისთვის? აი ამ ცხოვრებისთვის რამდენად სანდოა ეს ადამიანი? მოდი ვკითხოთ, რამდენად სანდოა? მანიპულაციები. სიყვარულის გამო ყველა ხერხი ნებადართულია, ჩართავს ამას. თქვენი პარტნიორი რამდენად სანდოა? რამდენად სანდოა? ერთი წუთით მეგობრებო. კი, სანდო არის რა მხრივ? სიყვარული აქვს. ამ ხრივ არის სანდო კი, მაგრამ სიყვარულის გამო მანიპულაცია, ყველანაირი მანიპულაცია ნებადართულია, შესაძლებელია. აი რუსულად ძალიან კარგად ითქმის ეს ყველაფერი და იცოდეთ რომ ეს ადამიანი ყველანაირ შანსს გამოიყენებს. ნებისმიერ მანიპულაციას ჩართავს, ხელებით ჩართავს თუ, გონებით ჩართავს თუ, რითი ჩართავს, მე არ ვიცი, მაგრამ ჩართავს კი. ამ ადამიანს კიდევ ოქროს ხელები აქვს, რასაც ხელს მოკიდებს, მისი გონება რასაც უკარნახებს, იმას ყველაფერს აკეთებს და კარგად აკეთებს. იცოდეთ. თუმცა გაურკვეველია, ანუ მისგან ყველაფერს უნდა ელოდეთ. ეს არის გაურკვევლობა და მანიპულაციები. ნებისმიერ მანიპულაციურ ხრიგს ელოდეთ მისგან. ხო. მოდი ახლა მე მინდა ვკითხო კარტს. თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ, მეგობრებო? თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ? რჩება თქვენ რას გეტყვით? ამ დროს თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ? მერთო წასვლა. თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ? სასწაული. თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ, სამყარო? დააკვირდით, მეგობრებო. უყურეთ, ახლა გეტყვით. ხელი კარი თუ არავინ გეუბნებათ. ეს ერთი. მეორე ის რომ სრულყოფილება, აღიარება. დააკვირდით იმას, ეს ადამიანი რომ მოვა თქვენთან, როგორ გაღიარებთ, რას გააკეთებთ, როგორ მიგიღებთ, ანუ თქვენ გამო რაზე წამსვლელია, ხო ზოგადად ქმედებებს დააკვირდით მისგან წამოსულ ქმედებებს დააკვირდით. მართალია აქ ჩანს რომ ამ ადამიანს უნდა დაბრუნება კი თქვენთან და მეორე შანსი უნდა, მაგრამ ხო ფინანსებიც კი, მაგრამ ნახეთ დააკვირდით
თქვენს თქვენ გული გიგრძნობთ წინასწარ მეტყველება ან თქვენ უკვე ტაროლოგიიდან იცით ამ ადამიანის უკვე ნაბიჯები და ამ ტაროლოგიით მიყვებით ამ სიტუაციას მეგობრებო ან და თქვენ ისედაც იცით უკვე ხო რა თქვენ უკვე თქვენთვის თქვენ ძალიან კარგად იცით უკვე როგორ უნდა მოიქცეთ მოდი ასე ვიტყოდი როგორ უნდა მოიქცეთ საინტერესოა მაინც უნდა ვკითხო კარგს კარგით ასეა თუ ისეა თქვენ ძალიან კარგად იცით ბოლო ტაროლოგიიდან მაინც გაიგებთ ამ ადამიანის კეთილგანწყობას თუმცა აქ მე მაჩვენებს რომ სიყვარული აქვს კი უბრალოდ რამდენად იმოქმედებს ამას დააკვირდით ერთია სურვილი უნდა კი სურვილი უნდა ერთია სიყვარული აქვს კი ბატონო სიყვარული აქვს კი სიყვარული აქვს ქორწინება ნიშნობა სრულყოფილება უნდა აღშემდგარი ურთიერთობა ძალიან ცუდადაა უთქვენოდ ძალიან ბევრი სურვილი აქვს ძალიან ბევრი ის აქვს მეგობრებო მაგრამ ერთია უნდა მაგრამ რამდენად იმოქმედებს ეს უკვე მეორე ხარისხოვანია ამიტომ ყოველ დაპირებებს რო არ შეეწიროთ ის სიმწრით გამოხვედით ამ ჯოჯოხეთური სიტუაციიდან კარგად დააკვირდით მის ქმედებებს ხელი არ კრათ დამკვირვებლის როლი მოირგეთ აცადეთ იმოქმედოს სიყვარული აქვს თან ძალიან დიდი სიყვარული აქვს კი ეხლა თქვენ თუ გაწყობთ ამ ადამიანის და თქვენც გიყვართ და მართლა სულით და გულით გინდათ უბრალოდ დამკვირვებლის როლი მოირგეთ ხელი არ კრათ და აცადეთ ამ ადამიანს ეხლა ინერვიულოს იოფლიანოს 5 ჯერ მაიკა გამოიცვალოს ხო აი რაც დაიმსახურა იმას იმკის თუმცა ძალიან დიდი სიყვარული აქვს უკვე კი ბრძოლობს ეს ადამიანი ბრძოლობს და იბრძოლებს რომ თავიდან დაიწყოს თქვენთან ურთიერთობა კი ძალიან ბრძოლობს და იბრძოლებს უბრალოდ სიტუაცია არ დააჩქაროთ ხა აუცილებლად დაინახავთ ამ ადამიანის ერთგულებას მეორე შანსი კი უნდა მაგრამ რამდენად იმოქმედებს ესაა მთავარი და მაინც მოდი ეს ბოლო კარტები ვნახოთ რას გვეტყვის თავისით რას გვეტყვის თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი ძალიან მარტოხელად მარტოსულად გრძნობს თავს მინდა გითხრათ შეიძლება სადმე ისვენებდეს ახლა მარტო იყოს და ამ ყოლაფრიდან ისვენებდეს, განმარტოებული იყოს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე იდგეს. იდგეს არა დგას. ეს ადამიანი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგას. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში რა შედის, მეგობრებო, ახლა გეტყვით. გადაწყვეტილებაში ის შედის, მაინდამაინც ის კი არ შედის, რომ რომელი პარტნიორი აირჩიოს თქვენ თუ ვიღაც სხვა, არა. გადაწყვეტილებაში ის შედის. რომ თქვენთან როგორ მოვიდეს როგორ შემოგთავაზოთ ხო გეუბნებით უნდა ერთია მაგრამ თქვენ გამო როგორ დაიწყოს აი როდის მოვიდეს აი როდის მოიფიქროს და მოვიდეს დღეს თუ ხვალ ხო ეს თუ ხვალ კიდევ გეუბნებით თქვენ ხართ მისი ოცნება თქვენ ხართ მისი იმედი რომელთანაც კოშკი აქვს ეს კოშკი კარგია დასასრულისთვის და კარგია დასაწყისისთვის ისე ვერ მოვა როგორც იყო ეს არის ერთი იმ ეტაპის დასასრული რაც იყო და ახალი ეტაპის დასაწყებად ემზადება ადამიანი ხო რაღაცის დასასრული და რაღაცის დასაწყისი სამართლიანობამ უნდა რომ იზეიმოს. ამ ადამიანს შეიძლება სამართლიანად უნდა რომ იმოქმედოს. ამ ადამიანს რაც სჭირს, ესეც სამართლიანად სჭირს. ესეც ძალიან კარგად იცის მან და ისიც კარგად იცის რომ სამართლიანად უნდა მოვიდეს. სამართალმა უნდა ჭამოს პური. ეს შეიძლება იყოს თევზები, ეს შეიძლება იყოს სასწორი, ეს შეიძლება იყოს შულდოსანიც მეგობრებო
და ეხა არ მივეჯაჭვოთ მას რა ქვია მაგას ზოდიაქოს, ამასაც არ აქვს დიდი მნიშვნელობა, უბრალოდ მე მაინც ვამბობ, შეიძლება ვინმესთან დაემთხვეს ესეც და შეიძლება არა. ამას დიდი მნიშვნელობას მივანიჭებთ. ხო, შეიძლება ესეთ ენერგიებშიც იყოს ადამიანი, აწონ-დაწონა ყველაფერი, გააანალიზა ყველაფერი, ბალანსი ნახა ამ ადამიანმა უკვე საკუთარ თავთან, ძალიან ბევრი იკამათა და იჭუბა საკუთარ თავთან, თუმცა დაბრკოლებების შეფერხებები ეს უკვე გაიარა ან გადის ეს ადამიანი. ერთადერთი რაც უნდა ამ ადამიანს ნახეთ, ოჯახი. უნდა რომ არეულობა დაალაგოს. ამ ადამიანს უნდა რომ ყველანაირ სიტუაციას აკონტროლებდეს მეგობრებო. თვითონ აკონტროლებდეს. შეიძლება კიდევაც აკონტროლებს უკვე ამ სიტუაციას. იქ ჩვენ გვაჩვენა რომ ნებისმიერ ხერხს გამოიყენებს და ნებისმიერ მათგანში ესეც იქნება კონტროლი. ეს ადამიანი შეიძლება აკონტროლებდეს თავის გრძნობებს. ეს ადამიანი შეიძლება აკონტროლებდეს ქმედებებს, ზედმეტად არ გაჩვენებთ სიყვარულს, აი იმას არ გაჩვენებთ რომ გულში ცეცხლი უნთია, იმას რომ განადგურებულია უთქვენოთ, იმას რომ ძალა არ აქვს, იმ დიდ სიყვარულს არ გაჩვენებთ, რაც მას შინაგანად ანადგურებს. ხო, ეს ადამიანი დესპოტია, მოდი ასე ვიტყოდი. ხო. ადამიანი არის დესპოტი, ადამიანი რომელიც თქვენს გაყენებთ, აი თქვენს განადგურებთ და გაურკვევლობაში გამყოფათ ადამიანმა და ძალიან ცუდად მოგექცათ და საკუთარ თავს ორი იმდენად საზიზღრულად ექცევა. ხო. აი იმდენი ლაპარაკა მეგობრებო გამაბრუა. გჯერათ? გამაბრუა თქვენმა ჩაფიქრებულმა ადამიანმა. ყველამ თავისი ცოდვები ზიდოს. ჩემო ძვირფასებო, ვისაც არ მოგწონთ, შეგიძლიათ ასქროლოთ, მე აქ ჯაჭვით არავის არ ვაბამ. აბა ვინ მყავხართ აქ დაბმულები ჯაჭვით, ძალიან მაინტერესებთ. ძალიან მაინტერესებს. ვისაც არ მოგწონთ, თქვენი ეკლესიური ცხოვრებით იცხოვრეთ, მე ძალიან მიყვარს და მწამს უფლის, ასე რომ თქვენ ხო არ გწამთ? თქვენ ხო გწამთ, ხო და თქვენებურად იწამეთ და დავტოვეთ ჩვენ აქ. ძალიან გთხოვთ. თქვენ ცოდვილები დავგტოვეთ და თქვენ წმინდანებმა თქვენ ცხოვრებას მიხედეთ. არ დაგბლოკავ, მიყურე მაქედან მიცხარ. ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო უნო დუეტრე. გამოგვიხტებიან წმინდანები კი და ეკლესიიდან გამოდიან და რას აკეთებენ მე ვიცი. მე ვიცი. მეგობრებო. საინტერესოა. იმდენად წმინდანად ცხოვრობენ, რომ სხვის სიწმინდეზე ლაპარაკობენ. არ მიაქციოთ ყურადღება ჩემო ძვირფასებო. ძალიან ნაკლებად მადარდებს და მანერვიულებს სხვისი აზრები. საერთოდ არ მაქვს რეაქცია. არ ინერვიულოთ ჩემო ძვირფასებო. ხო, აი ესეთი იყო ჩვენი ტაროს ინფორმაცია. მოდი ახლა გადავიდეთ ასტრაბარათებზე, მეგობრებო. გადავიდეთ ასტრაბარათებზე. გადავიდეთ ასტრაბარათებზე და ახლა გავარკვიოთ.
რას გვეტყვის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი? აი დაბრუნება რო უნდა, მხოლოდ სურვილი არა. მხოლოდ სურვილი არაა საკმარისი, ხო? ჩემო ძვირფასებო. მხოლოდ სურვილი არაა საკმარისი. ქმედება, რას მოიმოქმედებს დაგვანახოს? ანამარია არავის არაფერი არ აუხსნა. მეგობრებო, არავის არაფერი არ აუხსნათ. დედას გეფიცებით, ნერვიც არ შემტოკებია, ასე რომ არი ნერვიულოთ. ეხლა თქვენ რომ მასეთებს გაეკიდოთ, აყვეთ უნდა, ამიტომ არ გაეკიდოთ. დაანებეთ მეგობრებო თავი, მიუშვით. არც დავბლოკე სპეციალურად, მისმინოს. ზოგადად ღორმა ღორს უთხრა დრუნჩიანი ხარო, ხო იცით? ხო, თვითონ როა ისეთი გონია ყველა. ასე რომ არ მიაქციოთ ყურადღება. გადავიდეთ ახლა ჩვენ სასტრაბარათებზე. აი თქვენ ჩაფიქრებულ ადამიანს მეორე შანსი რო უნდა, ამისთვის რას გააკეთებს? მხოლოდ დაპირებები არა, ქმედებები. მისი ქმედებები არის ის, რომ ჯერ ერთი ვიტყვი იმას, რომ ეს ადამიანი ძალიან მოჯაჭვულია თქვენთან დაკავშირებით, უთქვენოთ არ შეუძლია. აი ყოველ 5 წუთში ხელი თუ არ შეგახოთ, ნახეთ მეგობრებო, ეხლა განმარტავ ამ როგორც მომდის ინფორმაცია, აქ არის ქვიშის საათი. ამ ადამიანს რაღაც დრო აქვს, რის დროის განმავლობაშიც ხშირად უნდა შეგხედოთ, ხშირად უნდა დაგაკვირდეთ, თუნდაც თქვენს ფოტოს ხელი შეახოს, ან სადმე დაგინახოთ, ან რაღაცა მსგავსი. ხო, შეიძლება ხშირად გოსტავდეთ, გხედავდეთ, გიყურებდეთ, ხშირად უბრუნდებოდეს თქვენ სოციალურ ქსელს და იქ გიყურებდეთ. დიდი ხანი უთქვენოთ ყოფნა არ შეუძლია. ხო. ამას აკეთებს უთქვენოთ. აი და ხო, მე რა შევეკითხე და პასუხი რა გაგვცა? რას აკეთებს, რას გააკეთებს იმის გამო და აკეთებს იმას, რომ ხშირად გიყურებთ. 1 წუთით მეგობრებო. 1 წუთით. აჰა, ჩავსვი. გავაგრძელებ. მისი ქმედებები თქვენთან დაკავშირებით. აჰა, მეგობრებო. კი. ეხლა სასწაულს გეტყვით. აი ხო გეუბნებით. ეს ადამიანი, მეგობრებო, რაღაცას აკეთებს. ეს ადამიანი ჯერ ერთი აი უბრალოდ რა ვთქვა, ჩემი ეჭვი მინდოდა და მე დასტურებია. ეს ადამიანი რაზე წამსვლელია? იმის გამო რომ თქვენთან დაბრუნდეს, ეს ადამიანი შეიძლება ტაროლოგს მიმართავდეს. ისიც არაა გამორიცხული, რომ შეიძლება აქ იყოს და გვისმენდეს. არ გამოვრიცხავ ამასაც, ეს ერთი. მერე მეორე მანიფესტაციებს აკეთებდეს. დადიოდეს შეიძლება თქვენს რუკას უყურებდეს, ურთიერთობის რუკას, მომავალს კითხულობდეს, რამდენად შესაძლებელია თქვენი ერთად ყოფნა. ლაბირინთიდან გამოსავალს ეძებდეს, ფოტოს უყურებდეს, შეიძლება ამ ფოტოს დაიდებდეს და მედიტაციებს აკეთებდეს, იმიტომ რომ აქ წიგნები რაღაცა ლოცვებს კითხულობდეს. ეს შეიძლება ხდებოდეს სპეციალურ ადგილზე, რაღაც დაწესებულებაში, ეს შეიძლება ხდებოდეს სადღაც ისეთ ადგილზე, არ ვიცი რა ადგილია, მაგრამ არ ვიცი რა შეიძლება იყოს, ვერ ვიტყვი. ლამპიონები, ხამიშუგზე შეიძლება აკეთებდეს და თხიშუგზეც, სანთელთანაც, აი არ გამოვრიცხავ მეგობრებო, ყველანაირ სიტუაციას ვამბობ. უბრალოდ თქვენ ძალიან კარგად იცით, რასაც ვსაუბრობ ახლა მე და რისი გამკეთებელია თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. ხო, ამ ადამიანმა შეიძლება ისიც გააკეთოს, რომ უყურეთ ახლა რასაც ვიტყვი, კარგად დაუკვირდით მეგობრებო. რადგან აქ ამოვიდა ნოტაციის კარტი, რადგან აქ ამოვიდა, მეგობრებო, მაპატიეთ, კვლევის ტაროლოგიის და რაღაც ფსიქოლოგიის ბარათი, აქ ფინანსები, ამ ადამიანმა შეიძლება ამ ყველაფრის გამო ჩვენ ხო გვითხრა იქ რომ ნებისმიერ ხერხს გამოიყენებს და манипуляციებს და ყველაფერს გააკეთებს, ანუ სიყვარულის გამო ყველაფერი ნებადართულია, აი ზუსტად იმას ჩართავს, რომ
არ არის გამორიცხული, ან მანიფესტაცია გააკეთოს, ან რაღაც ისეთი გააკეთოს, ან მიმართოს სპეციალისტს და ამაში დიდი თანხა გადაიხადოს. ნახეთ, როგორ მიარბენიებს ფულს და როგორ კისრის მოტეხვით მირბის, აი საცოდავი, აი ელასტიკიანი პიჟონი. მე აღარ შემიძლია ღმერთო. და მეგობრებო, აღარ შემიძლია. აღარ შემიძლია. ხა, ეხლა როგორ ფიქრობთ მეგობრებო? ეხლა თქვენ როგორ ხო, ეხლა როგორ ფიქრობთ თქვენ? ნახეთ, აი ესეთი ადამიანები ხართ მისთვის. აი ესეთი ხართ მისთვის. აი ხო გეუბნებით, ამ ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება ძალიან ბევრი ქალბატონები არსებობდეს, შეიძლება ბევრად მოდი უბრალოდ ვიტყვი რა, მაინც შეიძლება ზოგისთვის ბევრად უფრო ლამაზებიც არსებობდნენ, ფერიები, მაგრამ ეს არის ცარიელი ქანდაკებები, რაც მის ირგვლივ ტრიალებდეს. აი ნამდვილი, ბუნებრივი, უფლის საჩუქარი ეს ხართ თქვენ. აი გეუბნებით, აი მეშვიდე კარტი, ეს ადამიანი უეჭველი რაღაცებს აკეთებს. შეიძლება თქვენს ფოტოს უყურებდეს და აი გონებაში იმეორებდეს. დამირეკე, მომწერე. აი ესეთ რაღაცებს იმეორებდეს, მანიფესტაციებს აკეთებდეს და რაღაცებს კითხულობდეს, რომ აი თქვენს გონებაში მოიტანოს. ყველაფერს გააკეთებს ეს ადამიანი მეგობრებო. გონებრივ ზემოქმედებას აკეთებდეს, შეიძლება ესეც არის კი, რომ აი სულ რო ამას იმეორებს შეძახილით, ხო იცი რა ხდება? ხო, აი ზუსტად ეგ ვარიანტი, ამ ვარიანტს აკეთებს. ხო. ხო. ეხლა გეტყვით მეგობრებო ერთ რაღაცას. თუ კი 24/7-ზე გეფიქრებათ ამ ადამიანზე, თუ კი ამ ადამიანს გონებიდან ვერ იგდებთ, თუ კი 24/7-ზე სულ ფიქრობთ და კაცო, მე იმასაც ფიქრობთ, რა უბედურებად ფიქრობ ამ ადამიანზე, ანუ ეს თქვენს ხასიათში არ ჯდებოდა ესეთი რაღაცა, ხო? არასდროს არ მომხდარა და ეხლა ხდება, რომ 24/7-ზე ამ ადამიანზე გეფიქრებათ. მანდ ვართ მეგობრებო. მანდ ვართ. იცოდეთ? კითხულობს, სული მეორებს, რომ დამირეკე, იფიქრე, ჩემზე იფიქრე, აი ხო ხდებით უბრალოდ რასაც ვამბობ, რომ თქვენ მასზე გეფიქრებოდეთ, რომ თქვენ მასზე ოცნებობდეთ, რომ თქვენ მასზე ლოცულობდეთ, რომ თქვენ 24/7-ზე მასზე გესიზმრებოდეთ. აი სასწაული. რა ვიცი. ხო, აი ელასტიკების ბრალია კი. ხო, ელასტიკების ბრალია კი. ასე რომ ჩემო მეგობრებო, ტყუილად არაფერი არ ხდება, ამას აკეთებს. რას გააკეთებს? რას მისი მოქმედება რა იქნება, ხო ვკითხეთ ეს? მისი მოქმედება. ამას მოიმოქმედებს კი. ხო. ესე ატრიალებს პლასტინკასავით ამ ყველაფერს და იმეორებს. იმეორებს 24/7-ზე მეგობრებო. 24/7-ზე ნახეთ, აგერც გიყურებთ და იცი როგორ აკეთებს ამ ყველაფერს? ნახეთ ახლა. ხო გხედავთ აგერ, მაგრამ კი არ გიყურებთ, თქვენ უყურებთ ამას აქეთ მეგობრებო. აი ხედავთ? ხო თქვენს ხო იცით რომ გიყურებს, მაგრამ იცით როგორ გიყურებთ? მე არ გიყურებ, შენ მიყურებო ამას ამბობს. მე არ გიყურებ, შენ მიყურებო. და ნახეთ ახლა, ხედავთ? ეს ზის აგერ აქეთ იყურებო და თქვენ უყურებთ ამას. ხო. თქვენ გაქვთ პირი მობრუნებული ამისკენ. ასე გამოდის. ხო. ეს უნდა მას. ეს ზურნა უნდა მას დანელია.
ეს უნდა მას, რა უნდა და ეს უნდა მას, რომ თქვენ უყურებდეთ 24/7-ზე. თქვენი ფიქრობდეთ 24/7-ზე. თქვენ ზრუნავდეთ, თქვენ ნერვიულობდეთ. თქვენ და მხოლოდ თქვენ და თვითონ არა. თვითონ არა. ამბობს ამას. თან უყარხართ და თან არა, მე არა. ასე ამბობს. მე არა. ხო. მე არ ვიცი ხა ესეთი შთაბეჭდილება მჩება აქ კიდე რომ იქნებ რაიმესაც თვითონ ამ ყველაფერს სპეციალურად რაღაცას გაჩვენებთ რომ ნახე როგორ კარგად ვარ შენახეთ ეხლა ამ სურათს დააკვირდით როგორ მდიდრულად ზის ხო ნუ ერთი სიტყვით რომ შევხედოთ ესეთი შთაბეჭდავი ძალიან ისეთი ფორმაში შეიძლება ფორმიანი ადამიანიც იყოს შეიძლება ზედამხედველი იყოს ბარმენი მენეჯერი ადვოკატი გამომძიებელი მილიცია პოლიცია აქ შეიძლება პილოტიც იყოს, აქ შესაფლავე შეიძლება იყოს. ხო, ანუ ვინც რა მეგობრებო, ექიმიც, მეთევზეც, ცხოლიც, ვიცით ხო, ბევრი რაღაცა შედის ფორმიაში. ხო, მაგრამ პირადად ამ ადამიანს ბევრი შემთხვევაში შეიძლება ისეთი რაღაცნაირი თანამდებობა ებაროს, ან შეიძლება რაღაცა გული დამეღალა მეგობრებო, აღარ მინდა ამ ადამიანზე საუბარი. კი ბატონო. ყველაფერი შეიძლება იყოს. სამხედრო პირი, რაღაც ფორმიანი. ეხლა რაღაც ფორმიანი თქვენ უფრო მეთევზეც ფორმიანია. ამიტომ მიხვდებით, რასაც გულისხმობ. ამიტომ ესეთი როჟაა, რო იტყვიან. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, რანაირი სასწაული ადამიანი მოდის აქ ყოველ ჯერზე, მე არ ვიცი. ხო, ამ ჯერზეც ესეთია მოსული, თუმცა ამ ადამიანს ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ თითქოს რაღაც გაგიკეთოთ, მაგრამ შეიძლება იმასაც ფიქრობდეს, თქვენ ხوار უკეთებთ რამეს, თქვენ ხوار ჩალიჩობთ რამეს. შეიძლება ამასაც ფიქრობდეს, მაგრამ არა, უფრო თვითონ ფიქრობს. ანუ კარც დაუსვით ესეთი ბარათებს შეკითხვა, რომ რას მოიმოქმედებს ეს ადამიანი დასაბრუნებლად და ამას მოიმოქმედებს. ხო, ეგრა ჭირი მჭირსტო. კი, ჩემო ძვირფასებო ესეა, კი. არა და დუშაშია, ხო? დუშაშია, რომ ვერ გააგორა კამათლები აგერ ხელში ზარები უკავია. და დუშაში უნდა გააგოროს, მაგრამ ბებია მისისა ვერ გააგორა მეგობრებო. ვერ დააჯინა რო იტყვიან. ვერ წამოგაგოთ ანკესზე ამ ადამიანმა, საბედნიეროდ. თქვენ დასაბედნიეროდ ვერ წამოეგეთ მის ანკესს. ხო, ამიტომ არის ეს სიტუაცია და მსგავს რაღაცას ელოდეთ მისგან. კი. მსგავს რაღაცას ელოდეთ მისგან. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. ძალიან შთამბეჭდავი, ძალიან საინტერესო, ძალიან ისეთი, რა ვიცი, სასწაული. ხო, ასე რომ ელოდეთ ამ ადამიანიდან გამოქცევას საქმეებზე, პირადად აი ამ საქმეებზე და სადა ის ბარათი აი ამ საქმეებზე, აი ეს ორივე კლასით გამოჭრილი. ხო, ისე რა მაგის პასუხია, ერთი უნდა ვკითხო, ერთი უბრალოდ ტაროს დასტით, ეხლა მინდა ვკითხო ტაროს დასტას. აი ეს ყველაფერი გამოუვა? დაუბრუნდი ისე მეგობრებო ტაროს დასტაზე. ეს ყველაფერი გამოუვა თქვენს პარტნიორს? ხა, თვითონ როგორ ფიქრობს, გამოუვა? შემოთავაზება ექნება ამ ყველაფერზე. მანიპულაციები. არა მეგობრებო, არ გამოუვა. გამოუვა, ისეთ კარტი ამოვარდა, როგორ უნდა მეგობრებო, გადაწყვეტილების გადადება არ გამოუვა. შეიძლება ბოლო დროს გადაიფიქროს. ხა. თუმცა სიამოვნებით ფიქრობს, კი. არ გამოუვა მეგობრებო. არ გამოუვა. რამდენჯერაც არ უნდა იცავდოს, არ გამოუვა. თუმცა ცდა იქნება კი ამის. კიდევ ეცდება, მაგრამ არ გამოუვა. არა. არ გამოუვა.
არი ნერვიულოთ მეგობრებო. სამყარო ჩალით დახურული არ გამოუვა. ასე რომ იჯდეს და ვიტყოდი ახლა იფხანოს. იჯდეს და იფხანოს. ხო. ეგე ჩემო ძვირფასება. იჯდეს და ახალ პარტნიორზე ამ ბოლოს მქონდა ამას წინათ ჩაწერილი მაქვს, შეგიძლიათ გადახვიდეთ YouTube გვერდზე და უყუროთ. ახალი პარტნიორი ამ ბოლოს იყო, მეგობრებო. ხო, ხით-ხითებ არა, გადაფიჩინდი, ანა მარია. რა პრობლემა დაიწმინდე ფილტვები, რომ ამეღამ შვიდად და გემრიელად დაგეცინოს ჩემო კარგო. ძირფესვიანად ამეითხარა მისი თავი და იყოს ახლა. ახლა მაგაზე ჩვენ ვერ ვინერვიულებთ ორგანა, ასე რომ ყველამ თავისი წილი ბედნიერება ინერვიულოს. არ ვიცი, არ გამოუვა, მეგობრებო, არ გამოუვა. ვინც ესეთ რამეს ფიქრობს, თუ კი მისმენთ ახლა მეგობრებო, ის ადამიანები, ვინც ამის გაკეთებას აპირებთ, გირჩევთ არ გააკეთოთ, უფრო არ დაიბინძუროთ ველი. გაიხარეთ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ახლა დედას გეფიცებით, როგორი გაბრუებული ვარ უბრალოდ. აი გეფიცებით, როგორი გაბრუებული ვარ. ამ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის სისულელეს აქციელებით. აი ვერ წარმოიდგენთ, მეგობრებო. ესეთ რაღაცებს რო ფიქრობენ და გონებას ამით იტვირთავენ და მერე კიდე სულს იბინძურებენ. კარმას იფუჭებენ. აი რატო? ვერ ხვდები. მოკლედ დღევანდელი საღამოც ძალიან კარგი და სასიამოვნო იყო ჩემთვის. ურმესი მადლობა ყველას ჩემო ძვირფასებო. მადლობა თქვენს, ასევე გაიხარეთ, სულ დალოცულები ყოფილიყავით, სულ ბედნიერები ყოფილიყავით. არასოდეს არაფერზე არ ინერვიულოთ მეგობრებო. არავის პასუხი არ დაუბრუნოთ. არავის ახსნა-განმარტებები არ ჩააბაროთ. არა. არავის არაფერი არ უმტკიცოთ. ამისთვის დრო და ენერგია არ დახარჯოთ. აი დედას გეფიცებით თუ გაბრუებული არ ვიყო. აი შვილს გეფიცებით. გაბრუებული ვარ, თავი მხელა მაქვს, ახლა ვერ წარმოიდგენთ. ხო. თავისი რაღაც ესეთი უტიფარის აქციელებით. რა თქმა უნდა. კარმასაც იფუჭებენ, იმძიმებენ. კარმა არის მძიმეც და კარმა არის ბედნიერებაც, მეგობრებო, სასიხარულოც. ამიტომ რომელს აირჩევ, ის ხდება წილად და ახლა იუმორი კი, იუმორი მაქვს. სხვათა შორის ძალიან ბინძური ენა მაქვს, მეგობრებო. ძალიან ბინძური ენა მაქვს. მე მაქვს ძალიან ბინძური ენა. კი, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ძალიან თავშეკავებული ვარ, მაგრამ თუ გამოვედი საზღვრებს გარეთ, всё. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, მშვიდობიანი ღამე მინდა გისურვოთ, სიკეთე მინდა გისურვოთ, ბედნიერი დილის გათენება მინდა გისურვოთ, წარმატებები მინდა გისურვოთ და ეხვალინდელი დღე ყოფილიყოს იმ სიხარულის და სიყვარულის დასაწყისი, რომელსაც აქამდე ელოდით. ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ, ძალიან მეიმედებით და მოკლედ რაც მე თქვენთვის მინდოდეს, ის დამიბრუნოს უფალმა. მეიმედებით და არ ვიცი, თქვენ ხართ ჩემი სტიმული. აბა დროებით. კი, აუცილებლად ავტვირთავ YouTube-ზე. აუცილებლად. ეხლავე თუ კი მოვახერხებ გადმოწერას, მეგობრებო, ეხლავე ავტვირთავ.
კი, რა დროსაც მოვახერხებ, აი იმ წუთას ატვირთავ. მოკლედ მშვიდობიანი ღამე და წარმატებები. დაეხვალინდელი დღიდან მთელი თქვენი ცხოვრება ყოფილიყოს სრულიად შეცვლილი. აბა დროებით. მეც მიყვარხართ.